მოგესალმებით, მეგობრებო. მე დღეს გადავწყვიტე კიდე ერთი ვიდეო ჩავწერო ისეთ საინტერესო და საჭირო თემაზე, როგორიც არის გეოდეზიური სამუშაოების მეთოდოლოგია ამა თუ იმ ობიექტზე. რა უნდა ვიცოდეთ, როგორი თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ სამუშაოებს, როგორ დგება დოკუმენტი გეოდეზიური მეთოდოლოგიის და გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას, რაც მივიღე ამ წლების განმავლობაში ამა თუ იმ ქვეყანაში და ამა თუ იმ ობიექტზე. დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მეთოდოლოგიას, რაც შეეხება გზების გზებზე სამუშაოებს გეოდეზიის მხრივ, რომლის გაკეთებაც მე მომიწია ერთ-ერთ საერთაშორისო ობიექტზე, გზის ობიექტზე, სადაც ვიყავი ჩემ მეგობრებთან ერთად. ყველა იცნობს ალბათ კარლო კონტრიძეს და გოგა ჭყოიძეს და მათ შორის გიორგი სილაგაძესაც, მოკითხვები აქედან ბიჭებს. და ჩვენ ერთად გავაკეთეთ ესეთი დოკუმენტი, რომელიც მოითხოვა ზედამხედველობამ და დამკვეთმა, რაც შეეხებოდა კონკრეტულად რაღაც 120 კილომეტრიანი გზის მშენებლობას. თუმცა დოკუმენტი იყო სხვა ფორმის, აი ესეთი ფორმის დოკუმენტი იყო, ჩვენ რაც ჩავაბარეთ, ჩვეულებრივი ესეთი სტანდარტული ფორმის. მე ავდექი და საპრეზენტაციო თქვენთვის გავაკეთე ესეთი ფორმის, რომ უფრო პრეზენტაბელური იყოს, ასე ვთქვათ, რომ მივყვეთ რასთან გვაქვს საქმე და რას უნდა დავაკვირდეთ, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ნორმალური მეთოდოლოგია გავაკეთოთ ამა თუ იმ ობიექტის. არ აქვს მნიშვნელობა გზა იქნება, კორპუსი, ხიდი, გვირაბი თუ ასე შემდეგ, რა. სხვადასხვა ობიექტზე, სხვადასხვა მშენებლობაზე, სხვადასხვა ტიპის მეთოდოლოგია შეიძლება გამოვიყენოთ. თუმცა კონცეფცია ყველას აქვს ერთი და იგივე. იცვლება რაღაც დეტალები, რასაც თქვენ თვითონაც დაინახავთ ახლა, როცა ჩავყვებით ამ პრეზენტაციას. სხვადასხვა მინდა რომ გაგიზიაროთ ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან კარგად განსაკუთრებით სტუდენტებმა ან ჩვენ სფეროში, ვინც დოკუმენტაციებთან მუშაობს, ძალიან მაგრად გამოადგება ეს ინსტრუმენტი, რომელსაც ჩაუტვირთე აი ეს ფაილი ჩაუტვირთე. და აკეთებს უამრავ შესაძლებლობები აქვს რა ეს netbook LM-ი. შეგიძლია ბრძანებები მიცა, კონცეფციები გააკეთებინო, პრეზენტაციებს გაგიკეთებს, აი ეს პრეზენტაცია მაგალითად ამან გააკეთა თავისი ყველაფრით, მაგრამ ნუ ტექსტი მე ჩაუტვირთე. და ძალიან კარგია როგორც საპრეზენტაციოს, ისე დოკუმენტაციების გასაკეთებლად, აი უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. რაც თქვათ რისთვისაც შეიძლება დღეები და კვირებიც დაგიხარჯეთ რა. დავაგენერირებინი ასევე აუდიო ვერსია და ძალიან მაგრად დაგენერირა და ამ ვიდეოს მივაბავ და შეგიძლიათ მოусმინოთ, აი შინაარსობრივად ძალიან მაგრად აკეთებს ამ ყველაფერს. მინდა გითხრათ და გირჩევთ რომ გამოიყენოთ ეგ ყველაფერი რა. ეხლა რომ მივყვეთ ამ მეთოდოლოგიას, რას შეიძლება რომ ყურადღება მივაქციოთ, როგორი თანმიმდევრობით შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ეს მეთოდოლოგია, გარდა იმისა, რომ თქვათ ყველამ ვიცით როგორი თანმიმდევრობა და რაც უნდა გავაკეთოთ ობიექტზე, გარდა მაგისა, როგორ შევადგინოთ თქვათ ეს დოკუმენტი, რომ ზედამხედველობას ან დამკვეთს წარუდგინოთ. მე იმედი მაქვს, რომ დადგება ის დრო, როცა არა მარტო საერთაშორისო პროექტებზე, არამედ ჩვენთან ლოკალურად
რეგიონალურ პროექტებზეც მოითხოვენ გეოდეზიის მეთოდოლოგიას, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია ჩემი აზრით ხარისხთან და კარგ მუშაობასთან რა. იმიტომ რომ ფაქტიურად ეს დოკუმენტი არის ბაზა იმისა, თუ როგორ ურთიერთობთ ჩვენ დამკვეთთან, ანუ სახელმწიფოსთან და ზედამხედველობასთან რა. ეს არის ჩვენ რაც ჩავაბარეთ მაგალითად ერთ-ერთ კორეულ საზედამხედველო კომპანიას შუა აზიაში, ну ეს თარგმნით მერე და ეხა ქართული იმიტოა, მაგრამ თავიდან იყო ინგლისური. და ამის ბაზაზე მოხდა უკვე ყველაფრის შეთანხმება, ნახაზების, ტოპოების, რეპერების და ასე შემდეგ. მოკლედ თავი რო არ შეგაწყინოთ, ეხლა ჩავყვები პრეზენტაციას და ვნახოთ რა გვაქვს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე იმედი მაქვს, რომ ამას სტუდენტებიც გამოიყენებენ, ჩვენი კოლეგები გამოიყენებენ და ძალიან იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ ეს ვიდეოც და ეს ფაილებიც, რომელსაც ავტვირთავ ამ პრეზენტაციასაც და იმ ფაილსაც ავტვირთავ ჩვენ ჯგუფში და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და მე მოდიფიცირება გავუკეთოთ და როგორც გინდათ ისე გამოიყენოთ. რაც შეეხება ჩვენს მეთოდოლოგიას, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ну თავიდან ეს თავფურცელი ხა ამ შემთხვევაში 380-ის გზა იყო ისაც ჩვენ ვაკეთებდით, გაეწერება კონტრაქტი, დამკვეთი, ზედამხედველი, კონტრაქტორი, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ თავიდანვე ყველაფერი შევათანხმოთ საზედამხედველო კომპანიასთან და დამკვეთთან, ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევას თუ ავიღებთ სახელმწიფოსთან რა, სამინისტროსთან. რომ შემდეგში პრობლემა აღარ იყოს და ეს იყოს ჩვენი საბაზისო დოკუმენტი, როგორც რეპერებზე, ისე პირველად ტოპოზე და ისე მუშანახაზებზე, რომელსაც დაეყრდნობა შემდეგ საშემსრულებლო ნახაზები, რითაც ჩვენ სამუშაო მოცულობებისთვის ავიღებთ ფულად ანაზღაურებას, ასე ვთქვათ. მივყვეთ როგორი არის, ну აქ შესავალი იქნება, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რას მოიცავს ეს გეოდეზიური კვლევა, აქ შეგიძლიათ თქვენი ობიექტის მიხედვით აღწერა გაუკეთოთ და ასე შემდეგ, რას ვამზადებთ, ასე ვთქვათ, რას ვთავაზობთ კომპანიას, რომ აი ამ მეთოდებით ვიმუშავოთ ჩვენ რა. აღწერისთვის ეს პირობითად ჩავწერე. შემდეგ იქნება პროცედურები, ვთქვათ, სქემატურად ვაჩვენებთ რა პროცედურებს გავდივართ, ნახაზების შეთანხმებას, უსაფრთხოების ტრენინგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეპერების შეთანხმება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არსებული რელიეფის აზომვა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ როგორც წესი არასდროს არ ემთხვევა ხოლმე არსებული რელიეფი და პროექტში წარმოდგენილი პირველადი რელიეფი. მე პირადად იტალიაში, სადაც ითვლება, რომ მაღალი კლასის საპროექტოებია და გეოდეზია, აქაც კი ძალიან დიდი ცდომილებები არის ხოლმე საპროექტო პირველ ტოპოსა და რეალურ მდგომარეობას შორის. აი, ხშირი შემთხვევა გქონია, როცა არის 50-60 სანტიმეტრიანი ცდომილებებიც კი. ამიტომ აუცილებელია, რომ სანამ მუშაობას დავიწყებთ, ჩვენ გადავიღოთ ადგილმდებარეობის ტოპო. რადგან ეს შემდეგში იწვევს ძალიან დიდ ცვლილებებს და ცდომილებებს. ამას შეიძლება მთლიანად შეცვალოს პროექტი, ფასი პროექტის და უამრავი რამ. დარწმუნებული ვარ, შეგხვედრიათ მსგავსი შემთხვევები ქონიათ და მე პრობლემები იქნება ხოლმე რა. აქედან გამომდინარე იქნება მუშანახაზებიც და აქედან გამომდინარე დგება უკვე დაკვალები და საშემსრულებლო ნახაზები, რაც საბოლოოდ მტკიცდება საზედამხედველოსა და დამკვეთის მიერ. ეს არის თქვათ ეტაპები, რაც უნდა გავიაროთ დაწყებიდან ბოლომდე.
ნუ გამოყენებული საყრდენი დოკუმენტები ჩვენ გვექნება კონტრაქტი ამ შემთხვევაში, დამტკიცებული ნახაზები, პროექტის სპეციფიკაციები, სადაც იქნება გაწერილი ამა თუ იმ პროექტის სპეციფიკაციაში რა გულისხმობ ცდომილებებს, ამა თუ იმ პროექტში რამდენია დასაშვების ცდომილებები, ახლა ჩვენ შემთხვევაში მაგალითად და სხვა ტიპის სპეციფიკაციები, ვთქვათ, შეიძლება რაღაც რეპერებზე იყოს კონკრეტულად სპეციფიკაცია, რომ ესე დამაგრდეს, იყოს ვთქვათ ცდომილებები ხიდებზე, გვირაბებზე, გზებზე, სხვადასხვა ტიპის ცდომილებებია, რა თქმა უნდა, და დეტალური ნახაზები ამის მიხედვით დგება. აქეთ მხარეს გვაქვს პირობითი აღნიშვნები, დროებითი სიმაღლული ნიშნები, პირობითი აღნიშვნები მხოლოდ ორი ჩავწერე, რადგან ჩვენ შემთხვევაში ძირითადად ეს არის ხოლმე თუ რამე სპეციფიკური იქნება მაღალი ძაბები ან თქვათ რამე ისეთი გაყვანილობები შეგვიძლია ჩაუწეროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გეოდეზიურ მეთოდოლოგიას, სამუშაოს მეთოდოლოგიას როცა წერთ, ნუ ძირითადი არის მაინც მყარი წერტილები რა და ამიტომ დავწერე ST-ები და RP-ები, რომ გამორჩეულად ყოფილიყო ეს. მყარი წერტილები თავისთავად უნდა იყოს პროექტში, ან ზედამხედველმა, ან დამკვეთმა უნდა მოგცეს როგორც წესი. რაზი არის მიბმული საერთო პროექტი, თუ არ არის, მაშინ ამასაც ჩვენ ვსვავთ და მე პროექტს ვამაგრებთ ამ რეპერებზე და მყარ წერტილებზე და ამას ვათანხმებთ და ამის შემდეგ ვიწყებთ ჩვენ სამუშაოებს, თუ არის, მაშინ ამის მიხედვით დროებით სიმაღლენიშნულებს ვამრავლებთ, რომ ახლოს კონდეს კონკრეტულად რაღაც ობიექტთან, თქვათ რა. და რასაც ვაწონასწორებთ, ნიველირებას უკეთებთ, პოლიგონომეტრიას უკეთებთ და ვათანხმებთ ზედამხედველთან და ამის მერე ვიწყებთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ ნებისმიერ ობიექტზე, სადაც არ უნდა შევიდეთ, როცა მუშაობას ვიწყებთ, აუცილებლად შეათანხმეთ ზედამხედველ გეოდეზისტებთან. მე დიდი გამოცდილება მაქვს გზებზე მუშაობის და ხშირია შემთხვევა, თუ არ არის ზედამხედველებთან შეთანხმებული ეს თუ ის რეპერი, მე ხდება ეგ ძალიან დიდი პრობლემა. ასე რომ, ნუ გზების შემთხვევაში გირჩევთ, რომ ეგრევე შეათანხმოთ, თუ რამე ახალ წერტილს დასვავთ, დამატებით და ხო, კორპუსებზე და გვირაბებზე თავისთავად აუცილებელია, რომ შეთანხმებული იყოს ზემდგომ ორგანოებთან, ასე ვთქვათ რა, ვინც აკონტროლებს ამას, რომ შემდეგში პრობლემები არ იყოს. ნუ ეს რესურსების მიმოხილვა, პროგრამული უზრუნველყოფა და პერსონალი, აქ უთითებთ პროგრამებს, რას ვიყენებთ, ესეც ზედამხედველებს და დამკვეთებისთვის არის, იმიტომ რომ როცა ჩვენ მე უგზავნით სივილის სამიდეს შემთხვევაში მქონია რამოდენიმეჯერ შემთხვევა, რომ გამიგზავნია სივილის ფაილი და იმათ ვერ გაუხსნიათ და გთხოვთ, რომ ესე გამომიგზავნეთ, ამ ფორმატით გამომიგზავნეთ, მოკლედ ათანხმებ ფორმატებს, რა ფორმატებში ვმუშაობთ იმისთვის, რომ შემდეგში რაღაც გაუგებრობები არ იყოს. ნუ აქ ადამიანურ რესურსებზე ხა თქვენი ობიექტის მიხედვით ჩაწერთ რა ადამიანურ რესურსები გჭირდებათ, ეს ჩვენ პირობითად ჩავწერე, რომ ქონოდა წარმოსახვა როგორი შეიძლება იყოს გზებზე. მდგომარეობა, ანუ ვინ გჭირდება რა, რომ ყავდეს, რომ იმათაც წარმოდგენა ქონდეთ, რომ ამის მიხედვით მოგთხოვონ მე რაღაცეები. ეს იქნება რეალურად საბაზისო თქვენი, რომ აი თქვათ რომ ჩაუწერო 12 გეოდეზისტის დამხმარე მყავს, შემდეგში რო არ გეყოლება, გეტყვის რომ აი შე რო დამიწერე 12 დამხმარე, სადა ყავს ის 12 დამხმარე, რატო ვერ ასრულებს სამუშაოებს დროზე? ან 6 გეოდეზისტი არის სამი ჯგუფი და ან 6 ჯგუფი და რავი, რატო არ მიკეთებ საქმეს რა, მოგეთ ესე რო ვთქვათ რა.
აქ რესურსების მიმოხილვა, აღჭურვილობა და მასალები, ну, აქაც პრაქტიკულად ვეუბნებით, რომ ეს ინსტრუმენტები გვაქვს, ეს შესაძლებლობები გვაქვს, ჩამონათვალი ძირითადი ერთეულების, გამოსაყენებელი მასალები, აქაც შეიძლება რომ დაამატო უამრავი რამე, რაც გჭირდება, ლენტები იქნება თუ საღებავები, სხვა საღებავები, ნებისმიერი რამე, რაც დაგჭირდება ობიექტზე, წინასწარ უთითებ, რომ აი ამ მასალებით ვიმუშავებ და ამის მიხედვით მე შეიძლება რაღაცები არ მოეწონოთ, აი მაგალითად გითხრას, რომ ბეტონის ლურსნებით ნუ მიკეთებ დროებით ნიშნებს რა, ესტებს ნუ მიკეთებ ლურსნებით ან ლენტით კი არ შემოღობო, არამედ ბეტონში ჩაარჭე მეტალის დროშა ან რაღაც ეგეთი და აი მასეთ რაღაცებს გითახმებს რა, ასე ვთქვათ. და წინასწარ რა თახმებ ამას და როცა უკვე შეთანხმდება ეს დოკუმენტი, აი მაგის მერე უკვე შენ მუშაობ აი ამ დოკუმენტით, ასე ვთქვათ, გაიდლაინია რა, ესე ტერმინი რო თქვა, შენი გზა არის სამუშაოსი რა. მეთოდია, აი ამ მეთოდით მუშაობ მე, რაც ჩვენ შევათანხმეთ, აი ეგ ამბავია რა. და კარგი იქნება თუ ეს რაღაცებს დაუნერგავთ რა ჩვენთან, იმიტომ რომ როგორც წესი მე პრობლემები იქნება, არ გვაქვს ეს მეთოდოლოგიები და ყველას როგორც უნდა ისე მუშაობს და კარგი იქნება თუ რაღაც ჩარჩოებში ჩავსვათ ამ ჩვენს მუშაობის მეთოდოლოგიას. ეს არის ეხლა რაც გზებზე ვაკეთებ ამ პრეზენტაციას, თორე გვირავზე სრულიად სხვა შეიძლება შედგეს იმის მიხედვით რა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი. აი მაგალითად ჩვენ რო საინჟინრო გეოდეზიას ვსწავლობთ უნივერსიტეტში, იქ რა მეთოდოლოგიაც არის სამუშაო მეთოდები, თქვათ გვირაბში როგორ უნდა მუშაობდეს გეოდეზისტი, ხო? აი მაგის მიხედვით გაიწერება უკვე ეს მეთოდოლოგიაც. როგორ უნდა მუშაობდეს გეოდეზისტი ხიდზე, აი მაგის მიხედვით გაიწერება ეს მეთოდოლოგიაც, როგორ უნდა იყოს, თქვა, დამაგრებული რეპერები, როგორ რა სიზუსტის ინსტრუმენტები უნდა მუშაობდეს გვირაბში, ხიდებზე, მაღალი სართულის კორპუსებზე, აი და მაგის მიხედვით უნდა იყოს გაკეთებული კალიბრაციაც და სერტიფიკატებიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეპერებიც და გაწონასწორებული რეპერებიც და ყველაფერი უნდა იყოს აი ამ მეთოდების მიხედვით. და კარგი იქნება თუ დაუნერგავთ მაგ ამბავს და ჩვენი ჯგუფიც და ჩვენც იმიტომ ვეწევით აი ამ პოპულარიზაციას ამ თემებზე, რომ აი მსგავსი ტიპის მეთოდები დაინერგოს ჩვენთან. და კარგი იქნება თუ ამბობთ ხარს და გავავრცელებთ, ასე ვთქვათ, ეს რაღაცებს. რო გავყვეთ, ნუ ეხა ესეც ძირითადი აღჭურვილების კალიბრაცია, ჩამოწერილი გვაქვს ინსტრუმენტები, ეხა ეს 2022 წელს გავაკეთეთ და იმ დროინდელი ისინია მონაცემები. და ესეთი ცხრილი შევადგინეთ, იმ პირველად ფაილში სხვანაირია, მაგრამ ძირითადი ეს არის მაინც, რომ მიხვდეთ კონცეფცია როგორია. ამის შემდეგ მოდის პასუხისმგებლობები, მთავარ გეოდეზის თქვას, რაც პასუხისმგებლობა აქვს და ეს კარგია, თუ ჩვენთვისაც კარგი არის რა. ეს მეთოდოლოგია ის შიდა სტრუქტურაშიც რო დავგეგმოთ, ჩვენ სადაც მუშაობთ, რომ აი მაგალითად მთავარი გეოდეზისტი ნებისმიერი კომპანიის საქართველოში ვინც მუშაობს, ახლა ჩემი კოლეგები ვინც არიან, შიდა სტრუქტურაშიც რო დავგეგმოთ, რომ აი ამ მეთოდით მიყვებით რა და ეს გვაქვს ჩვენ საბაზისოდ აღებული და ეს პასუხისმგებლობები გვაქვს აი ამ მეთოდებით მიყვეთ და ჩვენს ხელმძღვანელობასაც რო წარუდგინოთ, ხო, აი ამ მეთოდებით ვიმუშავებთ რა. ეგ უკვე იმდენად სტრუქტურირებული იქნება, რომ ხარისხს გაზრდის ძალიან, სამუშაო ხარისხი გაიზრდება თავისთავად.
როცა ეცოდინება ყველას თავისი პასუხისმგებლობები თავის პოზიციაზე რა. ეხლა ჩვენ დავწერეთ ორი ლოტი გქონდა და ლოტების მიხედვით გაიწერა ეს პასუხისმგებლობები. ну შეიძლება დაემატოს ვინ როგორ პასუხისმგებლობებს აიღებს იმის მიხედვით. აქაც ქვე კონტრაქტორების პასუხისმგებლობები გავწერეთ. ამის შემდეგ მოდის უკვე საკონტროლო ქსელის მოწყობის სპეციფიკაცია და ვალიდაცია, რომელსაც იგივენაირად ვუთანხმებთ ზედამხედველს, სქემატურად ვაჩვენებთ რუკაზე, რომ აი აქ ამ კილომეტრზე ამ პიკეტზე დავსვი ეს, ქვია ეს და ვამაგრებთ ესეთ ნიშნებს და ესეთ წარწერებს უკეთებთ. აი აი მსგავსი ტიპის ინფორმაციას ვაწვდით, ასე ვთქვათ რა. იგივენაირად სქემატურად უჩვენებთ როგორ ვაკეთებთ რეპერებს. ექსკავაციას ახლა ჩვენ ეს უმარტივესი რელიეფი იყო და მეტი არ გვჭირდებოდა, თორე არის რელიეფები, სადაც ბევრად უფრო დიდი ექსკავაცია ჭირდება და ბევრად უფრო მეტად მყარად უნდა იყოს რეპერები. თქვათ გვირავებზე სხვანაირად კეთდება, ხიდებზე სხვანაირად კეთდება და ყველანაირი აი ესეთ ობიექტზე შეგვიძლია კონკრეტულად სპეციფიკური ნახაზები ჩავდოთ, მივცეთ, შევათანხმოთ და ამის მიხედვით უკვე გვექნება ეს საბაზისო დოკუმენტი რა. ну აქ გეოდეზიური სამუშაოების მშენებლობის პროცესში რა ძირითად სამუშაოებს ვასრულებთ, აქაც გაწერილი გვაქვს თქვათ, რომ აი ამ სამუშაოებს ვასრულებთ ამ თანმიმდევრობით და აი ჩაწერა ნებისმიერი ცვლილება უნდა აიზომოს, ჩაიწეროს და წარედგინოს ზედამხედველი ინჟინერს. აი წინა ვიდეოებში დადებული მაქვს მე, სადაც მაქვს გაკეთებული ახსნილი დოკუმენტაცია გეოდეზიური დაკვალვის ცხრილებზე და შემოწმების აქტებზე რა. თუ უყურებთ მაგას, მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ რა. ანუ ნებისმიერი ცვლილება იქნება, ანაზომი იქნება, თუ დაკვალვა იქნება, კარგი იქნება თუ შევადგენთ დოკუმენტაციას. ეს ერთი შეხედვით რაღაც ბიუროკრატიულ საფეხურებს გავს, თუმცა იმისთვის, რომ ხარისხი და სიზუსტეები იყოს კარგი და თქვენც იყოთ დაცულები, კარგი იქნება თუ აი მსგავს ტიპის დოკუმენტებს შეადგენთ რა, მით უმეტეს ახლა სმარტფონებში და თანამედროვე ტექნოლოგიებში უმარტივესი არის მსგავს რაღაცეების რა. განსაკუთრებით ინსტრუმენტები ყველანაირ ინფორმაციას ინახავს, შეგიძლიათ შემდეგში მოხვიდეთ კომპთან, დაჯდეთ და უმარტივესად გააკეთებთ მაგ დოკუმენტებს რა. ასე რომ გირჩევთ, რომ მსგავსი რაღაცები გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენც დაცული იყოთ და ხარისხიც მაღალი იყოს თქვენი მუშაობის რა. და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოს მომავალში მსგავსი ტიპის მოთხოვნებიც იქნება საქართველოშიც რა. შემდეგი უსაფრთხოების ძირითადი პროტოკოლები ეხლა საქართველოში განსაკუთრებით გზებზე და ზოგადად რა გეოდეზისტის უსაფრთხოება ალბათ ყველაზე ბოლო ადგილზეა ჩვენთან რა და რაც სამწუხაროა ძალიან. ახლა ჩვენ რაც მოგვიწია მის გაკეთება, იქ ძალიან მაღალ დონეზე ითხოვდნენ უსაფრთხოებას. ახლა მე მინდა ერთი ვიდეო ჩავწერო ჩემ მეგობართან საერთაშორისო ექსპერტია უსაფრთხოების საკითხებში, ინჟინერია, საერთაშორისო ინჟინერი არის უსაფრთხოების უჩა უჩანეიშვილი, ვისთან ერთადაც ვიყავი შუა აზიაში და იყო შემთხვევა, როცა არ გაგუშვა ობიექტზე, აი ზუსტად მაგ უსაფრთხოების გამო.
რატო? იმიტომ რომ არ იყო ის პირობები დაცული, რა პირობებიც უნდა ყოფილიყო იმ კონკრეტულ გარემო პირობებისთვის რა. იყო საშიში, არ გქონდა ვთქვათ სპეციალური ბათინკები, არ გქონდა სპეციალური ხელთათმანები და პირველადი დახმარების როგორ ვთქვა წამლები და ეს შემდეგ რა, ანუ რაღაცეები არ იყო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენ არ გაგვიშვა ობიექტზე. მაგის გამო ჯარიმები და მთელი ამბები იყო მერე კომპანიაზე. მოკლედ, ეს არის საკითხი, რომელიც არის აუცილებლად გასათვალისწინებელი რა. რატო? იმიტომ რომ შეიძლება აი ძალიან მარტივ შემთხვევაში, აი უწყინარ სიტუაციაში ფატალურად დასრულდეს ეს ამბავი. მაგალითად, გზების შემთხვევაში შეიძლება მოგვიწიოს სერპანტინზე მუშაობა ისე დროს, რომ მანქანა ვერ გხედავდეს მოსახვევში და ან ინსტრუმენტი წაგიქციოს, ან დაგარტყას, ან რავი, აი უამრავი ისეთი შემთხვევები არის, როცა ვერ გაითვალისწინებ. ამიტომ აუცილებელია, რომ უსაფრთხოების საკითხები გავითვალისწინოთ. რა ამისთვის არის უსაფრთხოების ინჟინერი, ამისთვის არის მასტერკლასები, რომელსაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ინჟინერი ობიექტისთვის და კარგი იქნება თუ ეს რაღაცებს გავითვალისწინებთ. ახლა მე ვიცი სიტუაცია ჩვენთან და როგორ არის და ყველანაირად ვთხოვ ჩვენს კოლეგებს, რომ ეს რაღაცები გაითვალისწინონ რა. აქ სქემატურად ვაჩვენებ თქვათ რა მეთოდოლოგიით მუშაობთ, მედროშეები როგორ დგებიან, ეს სტანდარტული სიტუაცია, თუმცა თუ აი ამ სქემებს და მეთოდოლოგიას შევათანხმებთ, ზედამხედველს და დამკვეთს აქვს უფლება მოგთხოვოს შემდეგში ზუსტად ესეთი მეთოდოლოგიით მუშაობა. რომ შენ რო დადგები გზაზე, სადაც მოძრაობა გახსნილია, აუცილებლად უნდა ყავდეს მედროშეები, რადიოთი გადამცემებით შეიარაღებული, აქ ნიშნები, ან კონუსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ამ მეთოდოლოგიის დაცვას მოგთხოვს. ნუ აქ ორგანიზაციული სქემა გვაქვს წარმოდგენილი, სადაც იერარქიას ვაჩვენებთ, თქვათ, ვის ექვემდებარება, მარტივი სქემა, კონცეპტუალური და ზოგადი პასუხისმგებლობები. პროექტის მენეჯერი, უსაფრთხოების ზედამხედველი, სამშენებლო ობიექტის მენეჯერი, მატერიალ მენეჯერი და მუშა. ვის რა პასუხისმგებლობები აქვს, ეგ არის მინიმალურად გაწერილი რა. სულ ეგ იყო რაც მინდოდა მეთქვა. იმედი მაქვს რომ გამოგადგებათ ის რაც გაგიზიარეთ ჩემი გამოცდილებიდან და ეხლა შემიძლია შემოგთავაზოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული შინაარსი აი ამ პრეზენტაციის, რაც ეხლა მე თქვენ გაჩვენეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება და მოусმინეთ დროებით. მოგესალმებით. დღეს ერთ საინტერესო დოკუმენტს ჩაუღრმავდებით, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ. ეს გახლავთ გეოდეზიური სამუშაოების დეტალური მეთოდოლოგია კონკრეტული საგზაო პროექტისთვის. დიახ, საუბარია A380 გზის რეკონსტრუქციაზე, საკმაოდ დიდ მონაკვეთზე, კმ 986-დან 1204-მდე. ეს ხომ 240 კილომეტრია? წარმოუდგენელი მასშტაბია, ხო? და ის დოკუმენტი ნომრით 247.1.1 აი სწორედ ამ გიგანტური პროექტის, ასე ვთქვათ, გეოდეზიურ ბიბლიას წარმოადგენს. ნამდვილად.
ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა მშრალი და ტექნიკური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ამ ერთი შეხედვით ტექნიკური ტექსტიდან ამოვიღოთ ის არსებითი ნიუანსები თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში. რა დონის სიზუსტეა საჭირო. და რაც მთავარია, როგორ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. მოდით დავიწყოთ. დიახ, მოდით. ეს მეთოდოლოგია ფაქტობრივად არის ძალიან დეტალური გეგმა, შეიძლება ითქვას რეცეპტი. რეცეპტი. ხო, რეცეპტი, რომელიც განსაზღვრავს ყველა ნაბიჯს, რომ გზა აშენდეს, ზუსტად ისე, როგორც პროექტშია ჩადებული. და თან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოდ. ანუ ისე ფუძნება კონტრაქტს, ნახაზებს. დიახ, კონტრაქტს, დამტკიცებულ ნახაზებს, პროექტის სპეციფიკაციებს, საინჟინრო სტანდარტებს. საინტერესოა, როგორ აერთიანებს ტექნოლოგიურ ასპექტებს, ადამიანურ რესურსს და უსაფრთხოების პროცედურებს ერთ სისტემაში. კარგი, დოკუმენტი თავიდანვე ხას უსვამს, რომ გეოდეზია ნებისმიერი სამშენებლო პროექტის საფუძველია. ეს გასაგებია. მაგრამ კონკრეტულად ამ პროექტისთვის რა ძირითადი ეტაპებია ჩამოთვლილი? პირველ რიგში ეს არის გეოდეზიური ქსელის მოწყობა. ეს არის, ასე ვთქვათ, მთელი პროექტის საყრდენი ჩონჩხი. ანუ საბაზისო წერტილები. დიახ, ზუსტად. შემდეგ ამ ქსელზე დაყრდნობით ხდება დროებითი რეპერების, ანუ სიმაღლური ნიშნულების ST და მყარი წერტილების ARP-ს დამაგრება. ST და ARP. ეს ტერმინები ალბათ ხშირად შეგვხვდება. აუცილებლად. ამის შემდეგ მოდის საპროექტო ღერძის დაკვალვა. ანუ გზის ხაზის ფიზიკურად მონიშნვა ადგილზე. გასაგებია. მერე? შემდეგ მზადდება განივი პროფილები, რაც გვაძლევს გზის განივკვეთის დეტალურ სურათს და ბოლოს ყველაფერი ფორმდება საბოლოო ანუ აღმასრულებელი ნახაზების სახით. ანუ ეს ეტაპები ერთმანეთზეა დამოკიდებული ლოგიკური ჯაჭვია. ზუსტად. თითოეული ეტაპი ეფუძნება წინას და ქმნის საფუძველს მომდევნოსთვის. ჯერ ქმნის ზუსტ ბაზას, მერე ამ ბაზიდან გამოყავს სამუშაო წერტილები, მერე ამ წერტილებით ნიშნავ გზის ტრასას და ბოლოს ამოწმებ და აფიქსირებ შედეგს. აი, აქ უკვე ძალიან საინტერესო ხდება. რა რესურსებია საჭირო ამ ყველაფრის განხორციელებლად? დავიწყოთ პროგრამული უზრუნველყოფით. სიაში თამბეჭდავია. Autodesk-ის მთელი პაკეტი. კი, AutoCAD Classic, Civil 320, Revit, InfraWorks 360 და Microsoft Office-ის სტანდარტული პროგრამები, plus Nitro PDF Pro ამობეჭდვისთვის. რას გვეუბნება ესია? ეს უბრალოდ ძვირადღირებული პროგრამებია თუ მეც ნიშნავს? ეს გაცილებით მეც ნიშნავს. ეს გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ წერტილების მონიშნვასთან, არამედ მთელი პროექტის კომპლექსურ ციფრულ მოდელირებასთან. Civil 3D მაგალითად სპეციალურად საგზაო პროექტებისთვისაა შექმნილი. Revit ხელოვნური ნაგებობებისთვის, ხიდები, გვირაბები. დიახ, ხოლო InfraWorks ეს არის 3D ვიზუალიზაციისთვის. ანუ, სანამ ერთი ლურსმანი ჩაერჭობა მიწაში, ვირტუალურად უკვე არსებობს გზის ძალიან დეტალური ციფრული ტყუპის ცალი. გასაოცარია. ეს ალბათ ამცირებს შეცდომებს და აადვილებს კოორდინაციას, ხო? რა თქმა უნდა. და ამ ციფრულ სამყაროს რეალობად ვინ აქცევს? ადამიანური რესურსი. აქაც შთამბეჭდავი ციფრებია. 3 ინჟინერ-მშენებელი. 1 უსაფრთხოების ოფიცერი. 6 გეოდეზისტი, 12 გეოდეზისტის დამხმარე და 4 მედროშე. ჯამში 26 კაცი. ეს ხომ მთელი ოცეულია. რატომ ამდენი? განსაკუთრებით დამხმარეები და მედროშეები რას აკეთებენ? გუნდის ზომა და სტრუქტურა პირდაპირ მიუთითებს პროექტის მასშტაბზე და საველე სამუშაოების ინტენსივობაზე. 6 გეოდეზისტი სავარაუდოდ ნიშნავს, რომ რამდენიმე ჯგუფი პარალელურად მუშაობს სხვადასხვა მონაკვეთზე. 240 კილომეტრია ბოლოს და ბოლოს. ხო, და 12 დამხმარე საჭიროა ამ ჯგუფების ეფექტური მუშაობისთვის. ლარტყის დაჭერა, წერტილების მონიშნა, ინსტრუმენტების გადატანა. ეს ფიზიკურად მძიმე სამუშაოცაა. და 4 მედროშე. ეს უსაფრთხოებაზე მიუთითებს. დიახ, ეს ხაზ უსვამს, რომ სამუშაოები ხშირად ტარდება მოქმედი საგზაო მოჯაობის პირობებში. ამიტომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა კრიტიკულია. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური სამუშაო, ეს ლოგისტიკურადაც ძალიან რთული ოპერაციაა. გასაგებია. და გადავიდეთ აღჭურვილობაზე. GPS-ი, 6 ელექტრონული თაქიომეტრი, 2 ნიველირი.
და სტანდარტული აქსესუარები, სამფეხები, ლარტყები, საზომი ლენტები, თარაზოები, ამრეკლები, შვეულები. ეს არის სიზუსტისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები. მაგრამ რაც მე განსაკუთრებით მომხვდა თვალში, ეს არის უსაფრთხოების აღჭურვილობის ასეთი დეტალური ჩამონათვალი. 20 მიმმართველი კონუსი, 3 ცალი 30 მეტრიანი თოკი, 12 უსაფრთხოების საგზაო ნიშანი, 6 რადიო გადამცემი. დიახ. და სახარჯი მასალებიც კი, საღებავი, არმატურა, ბეტონის ლურსმნები. ხო, ეს აღჭურვილობის სია კარგად აბალანსებს ორ მთავარ მოთხოვნას: სიზუსტეს და უსაფრთხოებას. ტაქიომეტრები და ნიველირები უზრუნველყოფენ მილიმეტრულ სიზუსტეს. 6 ტაქიომეტრი ალბათ მაღალ ტემპს ნიშნავს, ხო? დიახ, მაღალ ტემპს და პარალელურ მუშაობას, ხოლო კონუსები, ნიშნები, თოკები და განსაკუთრებით რადიოგადამცემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადიოგადამცემები რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი? კოორდინაციისთვის და უსაფრთხოებისთვის. მით უმეტეს, როცა იქვე რამდენიმე მეტრში მანქანები მოძრაობენ. გუნდის წევრებს შორის მუდმივი კავშირია საჭირო. მოდით, სწორედ ამ უსაფრთხოების თემას ჩავუღრმავდეთ უფრო დეტალურად. დოკუმენტი ამბობს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გასაგებია, რომ მოქმედ გზაზე მუშაობა სარისკოა. რა კონკრეტულ მექანიზმებს გვთავაზობს ეს მეთოდოლოგია? პირველი და ჩემი აზრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია ყოველდღიური ბრიფინგები. სამუშაოს დაწყებამდე ეს არ არის რაღაც ფორმალობა. ანუ უბრალოდ მოსაყოლად არ აკეთებენ. არა, რა თქმა უნდა, ეს არის დრო, როცა მთელი გუნდი, ინჟინერებიდან დაწყებული, მედროშეებით დამთავრებული, იღებს ზუსტ ინფორმაციას დღის ამოცანებზე, კონკრეტულ რისკებზე, იმ მონაკვეთზე, სადაც იმუშავებენ და გასატარებელ უსაფრთხოების ზომებზე. ეს ქმნის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების კულტურას გუნდში. საინტერესოა. ასევე ნათქვამია, რომ გეოდეზისტთა ჯგუფები თავად არიან პასუხისმგებლები სამუშაო ზონის ბარიკადირებაზე. დიახ, კონუსებით, ლენტებით. მედროშეები კი მოძრაობის რეგულირებაზე. და აქ ერთი საინტერესო შენიშვნაც არის. გუნდს უნდა კონდეს საკმარისი პრაქტიკული ცოდნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ურთიერთშეუსაბამო ინსტრუქციები შეასწოროს და წესდების შესაბამისად იმოქმედოს. ეს რას ნიშნავს? ცოტა ბუნდოვნა ჟღერს. ეს ნიშნავს, რომ გუნდი არ არის უბრალოდ ბრძანებების ბრმად შემსრულებელი, მათ მოეთხოვებათ კრიტიკული აზროვნება და სიტუაციის შეფასება ადგილზე. აჰა. თუ ვთქვათ, ხედავენ, რომ რაიმე ინსტრუქცია კონკრეტულ პირობებში ამინდის გამო ან მოძრაობის ინტენსივობის გამო სახიფათო ან არაპრაქტიკული, მათ უნდა კონდეთ ცოდნა და გარკვეულწილად უფლებამოსილებაც, რომ მიიღონ სწორი უსაფრთხო გადაწყვეტილება იმ მომენტში. ანუ ინიციატივის გამოჩენა შეუძლიათ. დიახ, ოღონდ რა თქმა უნდა დადგენილი წესების ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საველე პირობები მუდმივად იცვლება. დოკუმენტი ძალიან კონკრეტულ პროცედურებსაც აღწერს. მაგალითად, დროებითი საგზაო ნიშნების განთავსების მანძილები. 75-100 მეტრით წინ სამუშაო ზონიდან. ორივე მხარეს რა თქმა უნდა. შევიწროების ნიშანი 25 მეტრით წინ. ცალმხრივი მოძრაობის ორგანიზებისას 80 მეტრით წინ. რატომ მაინც და მაინც ეს რიცხვები? საიდან მოდის ეს სტანდარტები? ეს მანძილები გათვლილია საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებით. ითვალისწინებს მძღოლის რეაქციის დროს, საშუალო სიჩქარეს ამ მონაკვეთზე და სამუხრუჭე მანძილს. მიზანია მძღოლმა საკმარისად ადრე დაინახოს ნიშანი, აღიქვას ინფორმაცია და უსაფრთხოდ შეანელოს სვლა ან გადაეწყოს. გასაგებია. და ასევე ძალიან მკაცრი მოთხოვნაა უსაფრთხოების ზომების დოკუმენტირებაზე. ფოტოების, ვიდეოების გადაღება, ჩანაწერების წარმოება. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის ანგარიშვალდებულება და კონტროლი. ანუ დასტური, რომ ყველაფერი წესების დაცვით გაკეთდა. დიახ, ეს ადასტურებწონ პროცედურები შესრულდა. თუ რამე ინციდენტი მოხდა, ეს დოკუმენტაცია იქნება მტკიცებულება. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის სწავლისა და გაუმჯობესების საშუალება. როგორ? თუ რამე არასწორად წავიდა ან თუნდაც კინაღამ მოხდა რამე, ეს მასალა ანალიზის საშუალებას იძლევა. რა იყო მიზეზი? რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო? ეს აქცევს უსაფრთხოებას დინამიურ, მონაცემებზე დაფუძნებულ პროცესად და არა უბრალოდ სტატიკურ წესების კრებულად. და რადიო გადამცემების გამოყენებაც ამ კონტექსტში ბჯდება.
აბა რა, მყისიერი კომუნიკაცია გუნდის წევრებს შორის, განსაკუთრებით მედრუშეებსა და სამუშაო ჯგუფს შორის, კრიტიკულია სწრაფი რეაგირებისთვის ნებისმიერ ცვლილებაზე ან პოტენციურ საფრთხეზე. და რა თქმა უნდა, სავალდებულო პირადი დამცავი აღჭურვილობა. ჩაფხუტი, მაღალი ხილვადობის ჟილეტი, უსაფრთხოების ჩექმები, საჭიროების შემთხვევაში მტვრის ნიღაბი, ხელთათმანები. ეს უკვე სტანდარტია და აუცილებელი პირობა. პლუს ორალწლოვ ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებზე, პირველადი დახმარების სავალდებულო ნაკლები, სამუშაო ადგილზე და უსაფრთხოების ოფიცერის მიერ დღეში 2 ჯერ მონიტორინგი. დიახ, ეს ოფიცერი ამოწმებს, რამდენად სწორად არის მოწყობილი სამუშაო ზონა. იცავენ თუ არა თანამშრომლები წესებს, იყენებენ თუ არა PPE-ს სწორად. და თუ დარღვევა გამოვლინდა, მეორე დღის ბრიფინგზე განიხილავენ. ეს უკვე ნამდვილად სისტემურ მიდგომას გავს, თითქოს არაფერი რჩება შემთხვევითობისთვის. ზუსტად, ეს ქმნის მუდმივი მონიტორინგის, შეფასების და გაუმჯობესების ციკლს. როცა იცი, რომ შენს სამუშაოს აკვირდებიან და ნებისმიერი ხარვეზი განხილული იქნება, ეს ბუნებრივია ზრდის პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს წესების ზედმიწევნით დაცვას. გასაგებია, უსაფრთხოება ნამდვილად პრიორიტეტია. ახლა გადავინაცვლოთ უშუალოდ გეოდეზიურ სამუშაოებზე, დავიწყოთ მოსამზადებელი ეტაპიდან. სანამ მშენებლობა ფიზიკურად დაიწყება, რა ხდება? დოკუმენტი ამბობს, რომ ჯერ უნდა მოიძებნოს არსებული საპროექტო მყარი წერტილები. ეს არის RP, ხო? დიახ, reference points, ანუ საყრდენი წერტილები. და მათზე დაყრდნობით დამაგრდეს ახალი დროებითი ნიშნულები, ST, temporary benchmarks. მარტივად რომ ავხსნათ, რა არის RP და ST? წარმოიდგინეთ, RP-ები, ანუ მყარი წერტილები, ეს არის ძალიან ზუსტი, გრძელვადიანი ფიზიკური ღუზები, რომლებიც მიწაში ძალიან საიმედოდ არის ჩამაგრებული. მათი კოორდინატები, ჰორიზონტალურიც და ვერტიკალურიც, უმაღლესი სიზუსითაა განსაზღვრული. ეს არის მთელი პროექტის გეოდეზიური საფუძველი. და ST, დროებითი ნიშნულები. ST-ები, ანუ დროებითი ნიშნულები, უფრო ყოველდღიური სამუშაოსთვის განკუთვნილი ნიშნულებია. მათ ამაგრებენ სამუშაო უბანთან ახლოს, RP-ებზე დაყრდნობით. გეოდეზისტები მათ იყენებენ მიმდინარე გაზომვებისთვის, რათა მუდმივად შორს მდებარე RP-ებთან არ მოუწიოთ სიარული. თუმცა ST-ების სიზუსტე პერიოდულად ისევ RP-ებთან შედარებით მოწმდება. ანუ RP არის მთავარი, ST დამხმარე. ანუ RP-ების დაცვასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დოკუმენტში წერია, რომ დაცული უნდა იყოს ბეტონის გარსით, კონდეს გამაფრთხილებელი ლენტა და ყოველთვიურად უნდა მოწმდებოდეს მათი სტაბილურობა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თუ დაზიანდა. დიახ, თუ ეს საბაზისო წერტილები დაზიანდა, ან ადგილიდან დაიძრა, თუნდაც მილიმეტრებით, რაც სამშენებლო მოედანზე ვიბრაციის ან მძიმე ტექნიკის გამო სავსებით შესაძლებელია, მთელი პროექტის სიზუსტე დგება ეჭუქვეშ. და ეს რას გამოიწვევს? ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, შეცდომებს მშენებლობაში, გზის არასწორ გეომეტრიას, პრობლემებს სანიაღვრე სისტემებთან და საბოლოოდ ეს ნიშნავს უზარმაზარ ფინანსურ ზარალს და დროის დაკარგვას. ამიტომ მათი სტაბილურობა აბსოლუტურად კრიტიკულია. გასაგებია. ამავე მიზეზით არის ალბათ აუცილებელი გეოდეზიური ინსტრუმენტების რეგულარული კალიბრაცია და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა კონსულტანტისთვის. რა თქმა უნდა, ინსტრუმენტი თუ არ არის ზუსტი, რანაირად მიიღებს ზუსტ გაზომვას. კალიბრაცია ადასტურებს, რომ ინსტრუმენტი მუშაობს დადგენილი სიზუსტის ფარგლებში. საინტერესოა, რამდენად დეტალურად არის აღწერილი თვითონ ამ RP-ების, ანუ რეპერების დაყენების პროცესი. 20-20-20 სანტიმეტრის ზომის ორმოს ამოთხრა, დიახ, ფუნდამენტის ექსკავაცია. შემდეგ 800-900 მმ-ის სიგრძის 12 მმ-ის დიამეტრის მეტალის არმატურის მონტაჟი, რომელსაც თავზე აქვს სპეციალური ღრუ და ბეტონიდან 40 მმ-ით არის ამოწეული. დიაგრამაც კი ახლავს ამას. კი, ზუსტი ნახაზია მოცემული. და შემდეგ ჩამაგრება B15 მარკის ბეტონით ან წებოცემენტით. რატომ არის საჭირო ასეთი ზედმიწევნითი აღწერა? უბრალოდ ჩაასხი ბეტონი და ეგაა. არა. ეს უკიდურესი დეტალიზაცია ხანს უსვამს იმას, თუ რამდენად ფუნდამენტურია ეს წერტილები. ზუსტი ზომები, მასალები, კონკრეტული მარკის ბეტონი, არმატურის დიამეტრი და სიგრძე, ჩასმის სიღრმე, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ ეს ნიშნული იყოს მაქსიმალურად სტაბილური და მდგრადი გარემო პირობების მიმართ. ანუ ტემპერატურის ცვლილება,
ნალექი, გრუნტის გაყინვა-გალღობა, ვიბრაცია. დიახ, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს. ამიტომ რეპერი ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ამ ფაქტორების ზემოქმედება მის მდებარეობაზე. ეს წერტილები ხომ პროექტის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში, შეიძლება წლების განმავლობაში, უნდა ფუნქციონირებდეს უცვლელად. და ამ წერტილების კოორდინატები შემდეგ კიდე უფრო ზუსტდება სპეციალური მეთოდებით. აი აქ ცოტა რთული ტერმინებია. გეგმური კოორდინატები ღია პოლიგონის გაწონასწორებით, სიმაღლითი სანიველო სulis გაწონასწორებით. რას ნიშნავს ეს გაწონასწორება? ვეცდები მარტივად ავხსნა. როდესაც აკეთებ ბევრ გაზომვას წერტილებს შორის, განსაკუთრებით დიდ მანძილებზე, აუცილებლად გროვდება მცირე ცდომილებები. ეს გარდაუვალია. გაწონასწორება არის მათემატიკური პროცედურა. ანუ ფორმულები. დიახ, სპეციალური მათემატიკური მეთოდები, რომლებიც ამ დაგროვილ ცდომილებებს ანაწილებს მთელ ქსელზე, ისე რომ საბოლოო კოორდინატები იყოს მაქსიმალურად ზუსტი და ერთმანეთთან თავსებადი. ეს უზრუნველყოფს ქსელის შიდა თანმიმდევრულობას და სიზუსტეს. გასაგებია, ანუ ცდომილების მინიმიზაცია ხდება და ეს დოკუმენტაცია მერე დასამტკიცებლად ეგზავნება ინჟინერს. დიახ, და მხოლოდ დამტკიცების შემდეგ ითვლება ეს ქსელი ვალიდურად. გასაგებია, მოსამზადებელი ეტაპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია არსებული რელიეფის დეტალური შესწავლა. დოკუმენტი მოითხოვს ზედაპირის აზომვას ყოველ 25 მეტრში. დიახ, ყოველ 25 მეტრში გზის ღერძის გასწრილ. და საკმაოდ ფართო ზოლში 100 მეტრის სიგანეზე. ანუ ღერძიდან 50 მეტრი მარჯვნივ და 50 მეტრი მარცხნივ. 1/500 მასშტაბით. რისთვის კეთდება ეს? ეს კეთდება იმისთვის, რომ შეიქმნას არსებული მიწის ზედაპირის ზუსტი ციფრული მოდელი, სანამ რაიმე სამშენებლო სამუშაო დაიწყება. ეს არის, ასე ვთქვათ, საწყისი სურათი ან საწყისი წერტილი. და რა მნიშვნელობა აქვს საწყის სურათს? უდიდესი, ყველა შემდგომი სამუშაო, მიწის მოჭრა, ექსკავაცია, მიწის დამატება, მოყრა, მოსწორება, იზომება და ფასდება სწორედ ამ საწყის რელიეფთან მიმართებაში. ეს აუცილებელია, პირველ რიგში იმისთვის, რომ ზუსტად გამოითვალოს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. ანუ რამდენი კუბური მეტრი მიწა მოსაჭრელი ან დასაყრელი? ეს ხომ პირდაპირ ფულთანაა კავშირში. ზუსტად. და მეორეც, ეს დეტალური რელიეფის მოდელი ეხმარება ინჟინრებს დააზუსტონ პროექტი ისე, რომ ახალი გზა ოპტიმალურად ჩაჯდეს არსებულ ლანდშაფტში მინიმალური ზემოქმედებით და დანახარჯებით. ასევე ამ ეტაპზე ხდება ყველა შესაძლო დაბრკოლების იდენტიფიცირება, არსებული შენობები, კომუნიკაციები, ხეები და ასე შემდეგ. მოკლედ, სანამ რამეს ააშენებ, ზუსტად უნდა იცოდე რა არის იქ ახლა. დიახ, და ეს ყველაფერი აისახება დეტალურ ნახაზებზე, რომლებიც საფუძველია ყველა შემდგომი სამშენებლო საქმიანობისთვის. კარგი, მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ახლა გადავიდეთ თვითონ მშენებლობის პროცესზე. აქაც ხომ გეოდეზისტების როლი უწყვეტი და ძალიან აქტიურია. აბა რა. მშენებლობის პროცესში გეოდეზისტები მუდმივად აკვალავენ წერტილებს. დაკვალვა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს პროექტის მიხედვით განსაზღვრული წერტილების, მაგალითად, გზის ხერძის, მოსახვევების, ხიდის სახტრდენების, სანიაღვრე მილების მდებარეობის ზუსტ მონიშნას ადგილზე, ფიზიკურად პალოებით ან საღებავით. და ამას მერე ამოწმებს ზედამხედველი ინჟინერ-გეოდეზისტი. დიახ, როგორც წესი ხდება შემოწმება, სანამ სამუშაოები დაიწყება, მაგრამ დაკვალვა მხოლოდ დასაწყისი არაა. გეოდეზისტები მუდმივად აკონტროლებენ მიმდინარე სამუშაოებს. მაგალითად, როცა ექსკავატორი მიწას თხრის საძირკვლისთვის, გეოდეზისტი ნიველირით ან თაქეომეტრით ამოწმებს, მიღწეულია თუ არა საჭირო სიღრმე, ანუ პროექტული ნიშნული. როდესაც გზის საფუძულის, ფენებს აყრიან, მაგალითად ღორღს, ხრეშს, გეოდეზისტი ამოწმებს თითოეული ფენის სისქეს და მის ჰორიზონტალურობას ან საჭირო ქანობას. ასფალტის დაგების დროსაც. რა თქმა უნდა, ასფალტის დაგებისას აკონტროლებენ ზედაპირის დონეს, განივ და გრძივ ქანობებს, რათა წყალი სწორად გადადიოდეს და გზა კომფორტული იყოს სავალად. ყველა ეს გაზომვა და შემოწმება მუდმივად ხდება და დოკუმენტირდება. ესე იგი, გეოდეზისტი არის ერთგვარი ხარისხის კონტროლიორი მშენებლობის გეომეტრიული პარამეტრებისთვის.
ზუსტად. და ასევე, როგორც ავნიშნეთ, ისინი პასუხისმგებლები არიან არსებული კომუნიკაციების ხაზების, წყლის, გაზის, ელექტროენერგიის, კავშირგამბლობის, მდებარეობის დაზუსტებაზე, რათა მშენებლობის პროცესში შემთხვევით არ დაზიანდეს. რამდენად მნიშვნელოვანია აქ გამოყენებული ინსტრუმენტების სიზუსტე, ტაქეომეტრი, ნიველირი, ლაზერული მანძილმზომი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ელექტრონული ტაქეომეტრები და ციფრული ნიველირები იძლევა მილიმეტრული, ზოგჯერ სუბმილიმეტრული სიზუსტის გარანტიას. ეს სიზუსტე პირდაპირ აისახება მშენებლობის საბოლოო ხარისხზე. ანუ გზის საფარის სისწორეზე, მოსახვევების გეომეტრიაზე, წყალგამტარობაზე. დიახ, ყველაფერზე. ეს უზრუნველყოფს გზის უსაფრთხოებას, კომფორტს და გამძლეობას. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ, შესრულებული სამუშაოების მოცულობების გაანგარიშება, რის საფუძველზეც ხდება კონტრაქტორისთვის თანხის გადახდა, სწორედ ამ გეოდეზიურ გაზომვებს ეფუძნება. ანუ ნებისმიერი ცვლილება, მაგალითად, თუ დაგეგმილზე მეტი მიწა მოიჭრა, ესეც ფიქსირდება. აუცილებლად, ყველა ცვლილება ზუსტად უნდა აიზომოს და აისახოს აღმასრულებელ ნახაზებზე. ამიტომ სიზუსტე აქ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ფინანსური და იურიდიული საკითხიცაა. გასაბებია. საინტერესოა, რომ დოკუმენტი შეიცავს პროცედურების სხემასაც. ეს გვიჩვენებს ნაბიჯების თანმიმდევრობას და რაც მთავარია, შეთანხმების ეტაპებს. დიახ, ეს ფლოუჩარტი ვიზუალურად ასახავს პროცესს. მაგალითად, ნახაზების შეთანხმება, ტრენინგი, რეპერების შეთანხმება, რელიეფის მონაცემების შეთანხმება, მუშაო ნახაზების შეთანხმება, დაკვალვის შეთანხმება. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი შემოწმება და დამტკიცებაა საჭირო ყოველ ნაბიჯზე. დიახ, ეს მრავალსაფეხურიანი შეთანხმების და დამტკიცების პროცესი უზრუნველყოფს, რომ ყველა ჩართული მხარე, დამკვეთი, კონსულტანტი, ზედამხედველი, მთავარი კონტრაქტორი, ზოგჯერ ქვეკონტრაქტორიც, ფლობდეს ერთსა და იმავე ინფორმაციას და თანხმდებოდეს ყოველ მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს ალბათ ამცირებს გაუგებრობების და შეცდომების რისკს. რა თქმა უნდა, ეს ქმნის გამჭვირვალე და კონტროლირებად პროცესს. ასევე მოცემულია ორგანიზაციული სხემა, რომელიც ძალიან ნათლად აჩვენებს იერარქიას და პასუხისმგებლობების განაწილებას. აქამდე ცალკეულ როლებს ვახსენებდით, მაგრამ აქ მთლიანი სურათია. კი, ჩანს მენეჯმენტის დონე, ტექნიკური ოფისი, უშუალოდ საველე გეოდეზიური ჯგუფები, უსაფრთხოების ჯგუფი, დამხმარე პერსონალი და ცალკეა გამოყოფილი ქვეკონტრაქტორის გეოდეზიაც თუ პროექტში ასეთი მონაწილეობს. და დეტალურად არის გაწენილი, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, მთავარი გეოდეზისტი, chief surveyor, პასუხისმგებელია კვლევის საერთო შედეგებზე, მყარ წერტილებზე, RP, ნახაზების სიზუსტეზე, დაკვალვაზე, მოცულობების გამოთვლაზე. ანუ, ის არის ტექნიკური ლიდერი გეოდეზიის ნაწილში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცალკეა გამოყოფილი სხვა მენეჯერული და საზედამხედველო როლებიც, რომელნიც უზრუნველყოფენ პროექტის სხვა ასპექტებს. მაგალითად, პროექტის მენეჯერი ზოგადად უზრუნველყოფს, რომ გუნდს ჰქონდეს ყველა საჭირო რესურსი, ბიუჯეტი და კვალიფიკაცია. უსაფრთხოების ზედამხედველი, safety supervisor, ფოკუსირებულია მხოლოდ უსაფრთხოების პროცედურების დაცვაზე და კოორდინაციაზე. სამშენებლო ობიექტის მენეჯერი. ის პასუხისმგებელია უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებაზე მოედანზე, გრაფიკის დაცვაზე, მატერიალ მენეჯერი კი მასალების დროულ მოწოდებასა და ხარისხზე. პასუხისმგებლობების ასეთი მკაფიო დანაწილება ეხმარება დიდი და რთული პროექტის ეფექტურ მართვას. თითოეულმა იცის თავისი ზუსტი ფუნქცია. და ბოლოს, რაც ასევე შთამბეჭდავია დეტალიზაციის თვალსაზრისით, დოკუმენტთან ერთვის გამოყენებული ძირითადი გეოდეზიური აღჭურვილობის უკიდურესად დეტალური სია. ხო, ესეც საინტერესოა. მითითებულია კონკრეტული მოდელები. მაგალითად, ლაიკას ტაქიომეტრები, ბოშის ნიველირები, მათი სერიული ნომრები, ბოლო კალიბრაციის თარიღები და კომპლექტაციაც კი. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ზედმეტ ბიუროკრატიადან გადაჭარბებულ დეტალიზაციად მოგეჩვენოთ, მაგრამ რას გვეუბნება ეს სინამდვილეში? ეს გვეუბნება, რომ პროექტზე ხარისხის კონტროლი და ანგარიშვალდებულება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. იმის ცოდნა, თუ რომელი კონკრეტული ინსტრუმენტით შესრულდა ესა თუ ის კრიტიკული გაზომვა და როდის იყო ის ბოლოს დაკალიბრებული, საშუალებას იძლევა ნებისმიერი კითხვის ან დავის შემთხვევაში გადამოწმდეს მონაცემების სიზუსტე და მიკვლევადობა.
ანუ თუ რამე პრობლემა წარმოიშვა, ზუსტად იციან, რომელი ინსტრუმენტი გამოიყენეს და როდის შემოწმდა მისი სიზუსტე ბოლოს. დიახ, ეს არის გამჭვირვალობის, პროფესიონალიზმის და სერიოზული მიდგომის ძალიან ნათელი მაჩვენებელი. მაშასე, ჩვენ საკმაოდ დეტალურად გავაანალიზეთ ეს მეთოდოლოგია. ვნახეთ, რომ გეოდეზიური სამუშაოები თანამედროვე საგზაო მშენებლობაში ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მიწის ზომვა და პალოების ჩასობა. ნამდვილად, ეს არის კომპლექსური, მრავალშრიანი სისტემა. რომელიც აერთიანებს ზუსტ მათემატიკურ დაგეგმვას, მოწინავე ციფრულ ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, კვალიფიციურ და კარგად ორგანიზებულ გუნდს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ძალიან მკაცრ დეტალურად გაწერილ პროტოკოლებს. ყველა ელემენტი დაწყებული ვირტუალური 3D მოდელიდან, დამთავრებული მედროშის მოქმედებით გზაზე, ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთ საერთო მიზანს ემსახურება. რა არის ეს საბოლოო მიზანი? საბოლოო მიზანია, რომ თქვენ, როგორც მომხმარებელმა, მიიღოთ უსაფრთხო, საიმედო, კომფორტული და გამძლე გზა, რომელიც ზუსტად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს და ყველა თანამედროვე სტანდარტს. როგორც ვნახეთ, სიზუსტე აქ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ფინანსური და იურიდიული გარანტიაც არის. და ეს დეტალური კონტროლი, დოკუმენტირება და შეთანხმების პროცედურები უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგი ხარისხიანი. დიახ. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გზაზე დაინახავთ ადამიანებს სამფეხებით და ყვითელ ჟილეტებში, რომლებიც რაღაც უცნაურ ინსტრუმენტებში იყურებიან, ან შეამჩნევთ პატარა ბეტონის ნიშნულებს მიწაში ჩამაგრებულს, იქნებ გაგახსენდეთ, რომ მათ უკან დგას უზარმაზარი, ხშირად უხილავი სამუშაო. გათვლები, მოდელირება, დაგეგმვა, უსაფრთხოების ზომები და მუდმივი მილიმეტრული კონტროლი. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიური გადაადგილება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და შეუფერხებელი. ნამდვილად. და მაინც, ალბათ რჩება კითხვა. ამ ზედმიწევნით გაწერილი პროცედურების, დეტალური გეგმების და ტექნოლოგიების მიღმა რეალურ საველე პირობებში, რამდენად ხშირად წარმოიშობა ისეთი მოულოდნელი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია წინასწარ დაწერილი რეცეპტით და მხოლოდ ადამიანურ გამოცდილებას, სწრაფ აზროვნებასა და იმპროვიზაცია შეუძლია. ეს ალბათ კიდევ ცალკე საუბრის თემაა.